გამარჯობა მეგობრებო, ესეთი ტიპის ვიდეოს შემგან მე მგონი არავინ არ ელოდით, მაგრამ დადგა ის დღეც, რომ მეც უნდა მეყიდა მანქანა. ბევრი ვეძებე, ბევრი მანქანა ვნახე, ბევრი მომეწონა, ბევრი არ მომეწონა, მაგრამ არჩევანი მაინც ერთ მანქანაზე შევაჩერე. ეს მანქანა არის 2020 წლიანი, გარბენი აქვს 43000 კილომეტრი დაახლოებით. მართვის მოწმობაზეც დავიწყე სიარული, ჩავაბარე 4 დღეში ყველაფერი და დამჭა ერთადერთი ქალაქში მოძრაობა. მაგასაც ჩავაბარებ მალე. ვეძებდი ძალიან ბევრ მოდელს, Mercedes, BMW, Lexus, Infiniti, რავი, ყველაფერს ვეძებდი, მაგრამ ბოლოს შევაჩერე ამ მანქანაზე არჩევანი. ალბათ ეხა უკვე ნახავდით კადრებს, შეგვიძლია უკვე დეტალურად განვიხილოთ, რა უნდა გაუკეთოთ, რა უნდა დაუმატოთ, რა უნდა მოუხსნათ. როგორც ხედავთ, წინა ვიზუალს ცხვირზე არ გვაქვს ლოგო, ახალი ბამპერი აქვს წინ და ლოგო არ ქონდა და უნდა დავაყენოთ ლოგო აუცილებლად. ნუ დისკები შესაღებია, დისკებს ვიზუალურად არაფერი არ ჭირს, ტექნიკურად, ასე ვთქვათ. ვიზუალია მხოლოდ და მხოლოდ გასწორებულია უკანა დისკი და საღებავი აძვრა. სამწუხაროდ. მაგრამ ამებს შევღებავთ, დრო რო იქნება მაგისი. უკანა მხარეს ზემოდან უნდა დავამატოთ ახალი სპოილერი, რომელიც აქვს კვადროფოლიოს. დიფუზორია შესაძლებელი, არ მომწონს, ამას ბევრად ლამაზ დიფუზორი უყენდება და ბევრად კარგი ვიზუალი ექნება. კიდე არის დასაწევი ცოტათი პადვესკა, ქართულად არ ვიცი რა ქვია ბოდიში. ზამბარები არის ახალი საყიდელი და ცოტა დაიწევს მანქანა. ეხა აქ ცოტა ისე დგას, რომ დაბალზე ჩანს შედარებით, მაგრამ ბევრად მაღალზე დგას რეალურად. და ცოტათი დასაწევია. ფლიანეცები ქონდა მოხსნით, იმიტომ ძალიან გამოწეული იყო და არ მომწონდა. ესე ბევრად ლამაზი არის. წინ დავტოვეთ და კარგად დგას წინაც. არაფერზე ხელი არ მოგვიკიდებია საერთოდ, მხოლოდ აი ეს უბრალოდ პატარაზე შევწიეთ. დანარჩენს ყველაფერს რაც გითხარით ეგენი უნდა გავუკეთოთ. სალონსაც დაგათვალიერებინებთ. გვაქვს წითელი სალონი შავში, ჭერი არის სერიფერის, ესე რუხი არის დაახლოებით. ამაზე ვფიქრობ, რომ გადავაკრათ ალკანტარა. ვნახოთ როგორ დაждდება, რა დაждდება, თანხებში როგორ ვიქნებით. ძალიან მოუხდება ჩემი აზრით. სპონსორები თუ გამოჩნდებიან, მეილი აუცილებლად ამონაცდება, თუ სპონსორებასთან დაკავშირებით გექნებათ რამე შემოთავაზებები, აუცილებლად განვიხილავ. სალონს დალში ხელს არაფერს არ მოკიდებ, იმიტომ რომ არის იდეალური, შავი წითელში ძალიან მომწონს. გამართულია ყველაფერი ტექნიკურად, იდეალურად. ნუ გარბენი როგორც გიქთ 43000 აქვს. 2.0 ძრავი არის. ტურბო. ეს არის Alfa Romeo 2020 წლის. ეხა ჩემზე მორგებული არ იყო ეს თავარზე, ეს ძალიან უკან ვიყავი. ეხა მოვირგებ ჩემთვის და განახებთ უკან რამხელა ადგილი არის. ნუ როგორც ხედავთ, უკანაც ძალიან დიდი ადგილი არის. ჩემი ზომებიდან გამომდინარე, სკამი ცოტა არ იყოს წინ არის მიწეული, ეს ნორმალურად. მაგრამ უკანაც ხედავთ, რომ ძალიან დიდი ადგილი არის, კონდიციონერი რა თქმა უნდა უკანაც გვაქვს. ესეთი გადმოსაწევი გვაქვს, ჭიქების ჩასალაგებელი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან მომწონს. რაც შეეხება ეხა გადაცემათა კოლობს. გვაქვს ტიპტრონიკ კარობკა, რომელსაც აქვს რამოდენიმე მოუდი. ეს არის ყველაზე ეკონომური ვარიანტი, ეს არის ნორმალური, ეს არის სპორტი და აყენია კიდე რეის მოუდი, რომელსაც აი ესე თუ დიდხანს დავაწვევით, გადართავს რეის მოუდზე. აი აქ ჩანს სპორტ პლუსია ჩათვალეთ და ძალიან კარგად დადის. აქვს 280 ცხენის ძალა ქარხნულად, 400 ნიუტონ-მეტრი. აქვს ესეთი ლამაზი გასაღები, საკმაოდ მოზრდილი ზომის არის Alfa Romeo-ს, რომელიც არის ელემენტზე, აქვს კიდე შიგნიდან გასაღები, აქვს მექანიკური გასაღები, ელემენტი აქვს, რომელიც იტენება აი აქ. უბრალოდ უნდა დავდოთ ესე და თვითონ დატენის. მოგეთ, აქ გვაქვს USB პორტი, გვაქვს AUX-ი, გვაქვს Type-C. ნუ გასაღების დამტენი როგორც გითხარით, აქ არის ახატია კიდევაც. აქ არის ტელეფონის wireless charger-ი. ხო, რა თქმა უნდა, ეს ჩადება და რა გამოღება შეჩემ. გვაქვს მონიტორი, რომელიც სენსორულია. გვაქვს CarPlay, ჩვეულებრივად რომ შევაერთებთ ტელეფონს, ეგრევე უკავშირდება. აქეთაც გვაქვს ერთი USB პორტი და პატარა სათავსო. ნუ აქ ორი ჭიქის ჩასადები. ძალიან ისეთი მინიმალისტური, არ ვიტყვი რომ დატვირთული სალონი აქვს, ჩემთვის იდეალური. პირველი მაგალითის მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება საჭეს, სტარტ სტოპის ღილაკი აქვს რულზე და არის უკომფორტულესი. აქ რო ხელის დაწევა არ გიწევს არსად და არსად წასვლა რო არ გიწევს, რომ დაკოკვან გასაღები გადაწიო, სტარტ სტოპის ღილაკი გვაქვს აქ და არის ძალიან კომფორტული. აქეთაც არის ერთი პატარა სათავსო, სათვალის ან რაღაცის ჩასადებად. რაც შეეხება ეხა რულს, არის ულამაზესი. მე ძალიან მომწონს, არ ვიცი ეხა სპორტული რულია, მე მგონი ეს აქ რო ეს ცოტა პატარა ტიხარი რო აქ. მე მგონი სპორტულია. შიფტერები გვაქვს კიდე, აქ მანუალში შეგვიძლია გადავთოთ დეში, რეის მოუძეს და ყველაფერზეც მუშაობს. შიფტერებით უბრალოდ მე არ ვიცი ეს ეტარება, სამწუხაროდ არ მიყვარს, მაგრამ ამაში. შიფტერები როგორც ხედავთ, საჭეს არ დაყვება, ესე უნდა იყოს, სავარაუდოდ. რულზე რა ხდება ახლა? ნუ აქ ხმის დაწევა, ყურმილის აღება, გადართვა გადმორთვები. აქ არის სიჩქარის ლიმიტის დაყენება და ასე შემდეგ. აქეთაც გვაქვს რამოდენიმე ვარიანტი. აქ პატარა ეკრანი გვაქვს, აქეთ ციფერბლატებია, თუ რავი რა ქვია, არ ვიცი ზუსტად. შეგვიძლია დავაყენოთ სხვადასხვანაირ მოუდებზე, მაგალითად, აი სიჩქარე რო ჩანდეს, მე ეს მომწონს ყველაზე მეტად, ყველაზე დიდზე რო ჩანს, რამდენით მივდივართ. ეხლა გადართული გვაქვს ჩვენ რეის მოუდზე და გადმოვურთე, ითიც დავდივართ ხოლმე, ეს N-ია
არის ნორმალური სიარულით თუ უნდა ვიაროთ, უნდა გქონდეს ყოველწლიურად N-ზე. სპორტი D და A ყველაზე ეკო რეჟიმი არის. შეგვიძლია ძრავზე გადავიდეთ, ეხლა ვნახოთ ძრავი რა მდგომარეობაშია. ვიდეოში კი ნახავდით თავიდან კადრებში, მაგრამ ეხლა ვნახოთ დეტალურადაც განვიხილოთ. ძრავის ქვეშაც შეგახედებთ რა მდგომარეობა გვაქვს. როგორც უკვე გითხარით, არის 220 წლიანი რესტაილინგი. პრობლემები რაც ჰქონდა ძველ მოდელებს, არა რესტებს, ძირთადად ელექტროობის პრობლემა იყო და რესტაილინგებში ყველაფერი არის უკვე გამოსწორებული და არანაირი პრობლემა არა აქვს. ცენტრშიც ვიყავით და ყველაფერი შევამოწმებინეთ. არის იდეალურად გამართული. როგორც უკვე გითხარით, არის 2020 წლის ჯულია, Alfa Romeo ჯულია, TI სპორტი 280 ცხენზე და 400 ნიუტონზე. ძრავსაც შეგახედებთ, არის ძალიან ლამაზი, გაწკრიალებული, მოვლილი. ერთადერთი რაც გვაქვს შესაძლებელი არის ჰაერის ფილტრი. უნდა ჩავაყენოთ N-ის ჰაერის ფილტრი. ეს ფილტრი უკვე აღარ ვარგა. დანარჩენი აქ, რავი, იდეალურად საათივით მუშაობს. ძალიან მოვლილი, სუფთა. არ უნდა რა გვავიწყდეს ისიც, რომ ვინც ეს მანქანა მოკვიდა ცოტნემ, არის უჯიგრესი ბიჭი, ძალიან დიდი შეღავათი გაგვიკეთა. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის ცოტნეზე. იდეალური მანქანა მოკვიდა, გვიცნო, გაგვიგო, ჩვენი პრობლემებიც ის ეს და ნუ მოკლედ იდეალური მანქანა მოკვიდა, ძალიან კარგ ფასად. მოკლედ, მანქანა არის მთლიანად ქარხან მდგომარეობაში, არის სტოკი, არაფერი აქვს, არც დამატებული, არც დაკლებული, კატალიზატორებიც ადგილზე არის, რა თქმა უნდა და მოდი ახლა ხმასაც მოგესმენინებთ. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, აღწერაში აუცილებლად ლინკი იქნება. თუ რამე სპონსორობასთან დაკავშირებით შემოთავაზება გექნება, შეგიძლიათ ჩვეულებრივად დავიკავშირდეთ მეილზე. ეს არ არის სპორტული მანქანა, მაგრამ ტრეკზე შეგვიძლია ჩვეულებრივად გავტესტოთ. თუ რამე შემოთავაზება გექნებათ, როგორც ხედავთ, რაღაცები რაც შემოთვალე, აქვს გასაკეთებელი და ვიზუალურადაც შეიძლება რომ უფრო კარგი გახდეს და ვიდეოების დადებას ვაპირებ ყოველ შემთხვევაში და აღწერაში იქნება აუცილებლად ლინკი, რომელზეც შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ. ეს ვიდეო ესე ექსპრომტად ჩავწერეთ, უბრალოდ გასაცნობად რომ თქვენთვის მანქანა მეჩვენებინა. პრობლემა არ აქვს პროსტად. ვიზუალურად თუ გაუკეთებთ რაღაცებს. მეტი ამას გასაკეთებელი არაფერი არ აქვს. როგორც გქონდათ ლოგო, იქ დიფუზორი, ოილერი, დისკები და ასე შემდეგ. იქ შეიძლება პრუჟინები დაჭირდეს ცოტა რომ დაიწიოს. ეს იყო უბრალოდ გაცნობითი ვიდეო. ვიდეოები აუცილებლად კიდე იქნება. ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება. სხვა ვიდეოებიც იქნება აუცილებლად. სპონსორებით თუ იქნება უკეთესი რა თქმა უნდა. დალაიქება არ დაგუწყეთ ამ ვიდეოსი და არხის გამოწერა. თქვენგანაც აუცილებლად გამიხარდება თქვენი აზრი დააფიქსოთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ მანქანასთან დაკავშირებით, როგორ მოგწონთ, როგორ მოგეწონათ. ეს მანქანა სულ რაღაც ერთი დღე რაც ვიყიდეთ, გუშინ ვიყიდე და ხელი არაფერზე არ გვიხლეს სპეციალურად თქვენთვის გვენახებინა. რა ქონდა გასაკეთებელი, რა იყო მისახედი და ასე შემდეგ. დიდი ხანია უკვე YouTube-ზე არაფერი არ გამიკეთებია, დასტოვებული ვიყავი და ეს მანქანა ცოტა წინ წამწევს ჩემი აზრით. თქვენი კომენტარები აუცილებლად დამეხმარება და мотиваცია იქნება ჩემთვის. არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება აუცილებლად არ უნდა დავიწყდეთ, რომ ნახოთ უფრო მეტი ვიდეო ამ მანქანასთან დაკავშირებით. მოკლედ, მართლმოწმობა ჯერ არ მაქვს, ამიტომ არ იყო ამ ვიდეოში სიარულის კადრები. მალე ავიღებ უკვე მართლმოწმობას, თეორია ჩაბარებული მაქვს, მოედანი ჩაბარებული მაქვს და ერთ კვირაში დაახლოებით გავალ და რუსთავში გზასაც თუ ტრასას ჩავაბარებ. და შემდეგ ვიდეოებში უკვე იქნება სიარულის ვიდეოებიც, მე როგორ ვატარებ მანქანას და ასე შემდეგ. ნუ დეტალური ინფორმაცია ყველაფერი იქნება უკვე შემდეგ ვიდეოებში. ახლა კი უკვე შემდეგ ვიდეომდე.